ნახოთ, მოგესალმებათ, ვანო შოუ, მთავარი იუმორისტული შოუ, მთავარ არხზე, ძვირფასო მეგობრებო. ვიწყებთ ერთ-ერთი მთავარი თემით, ძალიან საინტერესო პოლიტიკური კვირა იყო, ორშაბათს პარტია ქართული ოცნების წევრები და მათთან გათანაბრებული პირები შეიკრიბნენ კოჯორში, მზემდა სტუმრების კანის ფერმა რომ პიქს მიაღწია, სწორედ მაშინ დაიწყეს მაჟორიტარი დეპუტატების კანდიდატების წარდგენა. წარგვიდგინეს რა, ბევრიდან დამამახსოვრდა მე მაგალითად ამ დღიდან, მაგრამ დავიწყებ მაინც წარდგენებით. ჩემს მონოლოგს. ოცნების საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და იმ დღის თამა და ირაკლი კობახიძემ საოცარი ეპიტეტები გამოიყენა. მოდით ნახოთ მაგალითად როგორ წარადგინა დეპუტატი ბექა ოდიშარია. საინტერესოა. ხაწმინდისა და ქწანისის საარჩევნო ოლქში წარმოგიდგენთ ბექა ოდიშარიას. ბექა ოდიშარი არის ქწანისის ოლქის მოქმედი მაჟორიტარი დეპუტატი, ის არის სამი თაობით თაწმინდელი და თბილისის სამულამაზესი უბნის გულშემატკივარი. სამი თაობის თაწმინდელი, ძვირფასო მეგობრებო. ეს ის სამი თაობის თაწმინდელია, ორი თაობის თაწმინდელი მელია რომ მისდევდა წითელი დუტით და ეს რო გარბოდა. ისე ყველა მესამე თაობის თაწმინდელი რო შემოხაზოს, ოდიშარია კი აიღებს 1.65 ხმას ესეთ თაწმინდელზე. ისე რა არის ეს სამი თაობის თაწმინდელი? მე ვერ გავიგე, რას ნიშნავს? მაჟორიტარია თუ აიფონია თუ რა არის? სამი თაობის რა? შეიძლება და უფრო უკეთ გამოეცხადებინათ. მაგალითად, მესამე თაობის მაჟორიტარი ბექა ოდიშარია პრო ედიშენ სამკამერიანი. ანუ რაღაცა ესეთი შეიძლება. მოდი წავიწიოთ წინ. ერთი სადღეგრძელოთი და ნახოთ როგორი წარდგენა გააკეთა ირაკლი კობახიძემ გიავოლსკის. ნახოთ. დიდუბისა და ჩუღურეთის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში ქართული ოცნების კანდიდატია გიორგი ვოლსკი. ბატონი გია არის ჩვენი საპარლამენტო გუნდის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გამორჩეული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი და დიპლომატი და უბრალოდ შესანიშნავი პიროვნება. გამორჩეული გამოცდილების მქონე პოლიტიკოსი, დიპლომატი და უბრალოდ შესანიშნავი პიროვნებაო. გაგრძელება აქვს ამ დახასიათება, შესანიშნავი პიროვნება, დიდთან დიდი, პატარასთან პატარა, ოკუპანტთან პატარა, ხალხთან დიდი და ჟურნალისტებთან ბუტია. აი ესე შეიძლება რომ გამოგვეცხადებით. ოცნებამ 30 მაჟორიტარი წარადგინა, ამ 30-დან მხოლოდ ერთი იყო ქალბატონი. საინტერესო წარადგინა ირაკლიმ ეს ქალბატონი, მოდით ესეც ვნახოთ. რუსთავში ქართული ოცნება კანდიდატად წარადგენს ნინო ლაცაბიძეს. ნინოს აქვს ხანგრძლივი მენეჯერული გამოცდილება საჯარო სამსახურში. დღეს ის არის თბილისის საკრებულოს აქტიური წევრი და რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ ყველაფერს ის წარმატებით უთავსებს 4 შვილის დედობას. წარმატებით უთავსებს 4 შვილის დედობას. 4 შვილის დედა. ეს ქალბატონი იცით როგორ აურჩევიათ? თალაკვაძეს უთქვავსო, ერთი ქალიც რო ყავდესო სიმბოლურათო კარგი იქნებაო. მე მყავსო ერთიო, 2 შვილის დედაო. დინარაძის უთქვავს, მე მყავს 3 შვილის დედაო. კალაძეს უთქვავს, მე მყავს საერთოდ ახლობელი 4 შვილის დედაო. კარგიო, მაშინო იყოსო ეგო. ასე აუქციონის პრინციპით არის არჩეული, ანუ რაოდენობის მიხედვით. ესე იგი ძალიან მოინდომა კობახიძემ, კაი ოჯახიშვილია, სამი თაობა მთაწმინდელია, უბრალოდ კაი პიროვნება. მოკლედ ისეთი შტაბეჭდილება დამრჩა, რომ თითქოს მაჟორიტარებს და ამომრჩევლებს ერთმანეთს ურიგებდნენ. ანუ ასეთი შტაბეჭდილება გამოცხადებებით ესე ხვდები, არ ვიცი. ირაკლი კი კვირდებოდა სიახლეებს, მაგრამ ოცნების მაჟორიტარ კანდიდატებს რომ გადავხედე, ოცნებას უფრო მეტი ნაციონალი ყავს დეპუტატობის კანდიდატებად, ვიდრე თვითონ ნაციონალებს. ისეთი ხალხი ყავდათ იქ შეკრებილი. ეგრეთ წოდებულ ახალსახეებს არაფერი უთქვამთ, ვერ გავიგეთ ეს მაჟორიტარები რას კვირდებიან, სამაგეროდ გავიგეთ რომ წარადგინეს სამი თაობის მთაწმინდელი, კარგი პიროვნება, 4 შვილის დედა, ჩვენი ძმა, კაი დედის, კაი შვილი, მაგარი კაცი. ჩესნი ტიპი და ანზორ ბოლქვაძე. ანზორ ბოლქვაძე სულ არის ძვირფასო მეგობრებო, ეს თქვენ არ იცნობთ ალბათ, ესე არ გხვდება ყურში, მაგრამ ანზორ ბოლქვაძე არის ადამიანი, რომელიც ყველა პლაკატზე არის ნამყოფი აბსოლუტურად. საიდან დაიწყეთ, საიდან გახსოვთ ცხოვრება, აი იქ რო ჩახვალთ იმ ცხოვრებიდან, გაიხსენე და იქაც არის პლაკატზე, იმ პლაკატზე ნამყოფი, ანუ სულ არის. ერთი სიტყვით, ამიტომ არის ანზორ ბოლქვაძე მუდამ ხულვა თუ მგონი ზემოაჭარა. სიტყვები არ დაიშურეს ოცნების ძველ მასახეებმა. მაგალითად, კახი კალაძემ განაცხადა, რომ ქართული ოცნება არის გუნდი, რომელიც მუდამ უსმენს ხალხს. კი, აბა რა კაცო, ხალხმა არ უთხრა ამ მთავრობას, რაც შეიძლება მეტი ტენდერი შეთქვლიფეთო. ხალხმა არ უთხრა, რაც შეიძლება მაგრად გაგვაღარიბეთო.
ჩვენო ხალხიო. ისიც ხალხმა უთხრა, კაცო, კორუფციაში თუ არ ჩაიხშვეთ თავები, ისე ჩვენ ცხოვრებას აზრი არ აქვს. ხალხმა ისიც უთხრა, ამ ქვეყანაში სასამართლო ნერვებს გვიშლის და იქნება კლანური სასამართლო გქონდეთო. ერთი სიტყვით ძალიან გვიყვარხართ ესეთი საყვარელი ბიუჯეტის ვირთხები რო ხართო, ესეც ხალხმა უთხრა. ძალიან მიყვარხართ. გამომსვლელებს შორის ყველასგან გამორჩეული იყო, რა თქმა უნდა, ბიძინა ივანიშვილი. განსხვავებული არაფერი უთქვამს, უბრალოდ მისი გამოსვლა გამოირჩეოდა ტაშის რაოდენობით, ძვირფასო მეგობრებო. 8 წუთიან გამოსვლაში 14 ჯერ დაუკრეს ტაში. შემდეგ სპეციალისტებმა გამოითვალეს, რამდენი წუთი ისაუბრა და რამდენი კილომეტр/საათი სიჩქარით იკვრებოდა ტაში. შედეგი გაგაოცებთ. დაანგარიშებულმა ციფრებმა კომუნისტური ყრილობის დროს დააკრულ ტაშს გადაუსწრო. ტაში ამხანაგებო, ტაში, ამაზე ტაში მართლა საჭიროა. აუცილებლად. ოცნების შეკრებაზე მადლობთ. ოცნების შეკრებაზე დეპუტატებთან და პარტიის წევრებთან ერთად ცნობილი სახელების გამოჩნდნენ. ბიძინა ყველას ესალმებოდა, სხვათა შორის თბილად ესალმებოდა, თქვენ კიდე იძახდით, რომ არ ჩნდება კორონავირუსის ეშინიაო ამ კაცო. ნახოთ აბა ეს ვიდეო. არ ჩანდა, იმიტომ რომ ეშინოდა COVID-19-ის. ამაზე ჩვენს მიერ გადაღებული ეს კადრებიც მეტყველებს. ოლიგარქს დაცვა დაჰყვებოდა და ყოველი სტუმრის მისალმების შემდეგ ხელზე სადეზინფექციო საშუალებას ასხამდა. მოკლედ ბიძინამ იმდენჯერ დაიმუშავა ხელი სადეზინფექციო ხსნარით, რომ ისე გაცვითა კანი, რომ ხელის გულზე პირველი მილიონის შოვნისგან დატოვებული ჭუჭყი გამოჩნდა. დამაფიქრებელი ხუმრობა დროს გაძლევს. ჩვეულებრივად შეგიძლიათ რომ იფიქროთ და მერე გაიცინოთ, არ არის პრობლემა. ბიძინა ისხამდა ხელზე, ხოლო ვისაც ხელი ჩამოართვა, ისინი პირიქით ყოფილან. საერთოდ აღარ იბანენ ხელს. ამ ხელა მადლს წყალს ხომ არ გააყოლებენ, ხვდებით? ბიძინას ხელის ჩამოთვლილობა სხვა რაღაცაა. ჩვენმა სანდო წყარო მოგაწოდა ინფორმაცია, რომ ბიძინა იმ დღეს მხოლოდ ექიმების მიერ წინასწარ მონიშნულ ხალხს ეხუტებოდა. ამ ხალხს ხრებზე ჯანმოს ოფიციალური ბეჭედი ჰქონდათ დარტყმული, ვარგისია ჩასახუტებლად. ანუ ესეთი წარწერა ჰქონდა. სხვათა შორის ძვირფასო მეგობრებო, ამ სტუმრებს შორის მე შევნიშნე რამდენიმე ექიმი. ჩვენი ცნობილი ექიმები. კოჯორში იყვნენ ჩვენი ცნობილი ექიმები კორონასგან რო გადაგვარჩინეს. თქვენ შენიშნეთ ხო? არა და ეს ექიმები ხომ აპოლიტიკურები არიან? ხო აპოლიტიკურები იყვნენ, ხო ეს ექიმები? მე ესე მახსოვს. რა უნდა ოცნების შეკრებაზე ამ ექიმებს მე არ ვიცი. შეიძლება სადმე იქვე დაიარებოდნენ და შემთხვევით მოხვდნენ ალბათ, რა ვიცი, იქ კოჯრისკენ იყვნენ და უცებ შეუხვიეს თუ გზა ავტომატურად შევიდა იქით თუ რანაირად მოხვდნენ მე არ ვიცი. ეს იმ ხალხის გასაგონად, ვინც მთელი კორონას დროს გვაკრიტიკებდით, ამ ხალხს ნუსვრით პოლიტიკაშიო, ინტრიგანო მთავარო არხელებო. მაგათთვის ვამბობ ახლა აი ამ ხუმრობას ძვირფასო მეგობრებო, ამიტომ მე მაპატიეთ. მე მინდა ამ ჩვენ ექიმებს მიმართო ხალხო, ცოტა ფრთხილად იყავით, ცეცხლს ნუ ეთამაშებით. რა გინდათ, რატო დადიხართ ასე? რუსეთი გინდათ განმეორდეს საქართველოში? გაყალბებულ ბიულეტინების თვლას ვერ აუვალთ. დარჩით სამედიცინო სფეროში. ნუ გადადიხართ პოლიტიკაში. ასევე სიტყვებსაც შემოგიბრუნებთ, რა ვქნა. ისე ამ ქართულ ოცნებისაც გამკვირვებია რა, რაში დასჭირდათ ამ სამი ექიმის მიყვანა და მხარდაჭერა ვერ მივხვდი. სამი თაობის მთაწმინდელი რო ყავს სიაში, რიში გეშინია? აი რიში გეშინია, გეკითხა. მინდა გითხრათ, რომ მე ველოდი რამდენიმე სახეს ოცნების მაჟორიტარი დეპუტატების რიგში, მაგრამ იმედი გამიცრუდა მე მაგალითად. აი რატომ არ იყო მაგალითად ენზელ მკოიანი? მაჟორიტარებში, ხო იცით მაჟორიტარი დეპუტატი ენზელ მკოიანი. მოიცა ვიდეოთ იქ შეგახსენებთ, ძვირფასო მეგობრო. მოდით ვნახოთ. მეგობრებო, ეს ჰოლივუდის ფილმი არ გეგონოთ. ახალქალაქში ხდება და თან ეს ვინმე მსახიობი არ გეგონოთ. ქართული ოცნების დეპუტატია და ის კაცი, რომელიც აშველებს, ნამდვილი პოლიციელი არ გეგონოთ. ღევანდელი ოცნების პოლიციელია. ერთი სიტყვით ამ რეალურ ფილმს ჰოლივუდივით კეთილი დასასრული არ აქვს. ეს ბოროტი პერსონაჟი იმარჯვებს და აქტიურად აგრძელებს პარლამენტში მუშაობას. ეს არის ამ ფილმის დასასრული. ენზელ მკოიანი იყო აი ეს ადამიანი, რომელიც იარაღით ჩვეულებრივად დარბოდა და ისე ისროდა დამიზნებით სხვათა შორის. არა და თავიდან ვიფიქრე ფორსაჟის გადაღებების
გადაღებები განაახლეს თქო, მაგრამ სროლისას კაცში ვინ დიზელს რომ ჯიბიდან ოცნების მანდატი გადმოუვარდა, მივხვდი რაშიც იყო საქმე, თუ არ იყო თლათ ეს ამბავი. გორის მაჟორიტარი დეპუტატი იოსებ მაკრახიძეც არ ჩანდა არსად. მას ჟურნალისტებმა სახში მიაკითხეს და კითხვით მიმართეს. მოდით ვნახოთ რა უპასუხა ბატონმა მაკრახიძემ. თქვენთან ვართ უკაცრავად ერთი ნახვე რა. რატო იგინებით ბატონს? იმიტომ რომ აი რას იღები ვითხარი, რას იღები? კითხვები გვაქვს თქვენთან. მაჟორიტარო რატო არ წარგადგინეს მაჟორიტარად? როგორა? როგორა? წლებია ზედიზედ ტენდერზე იგებდით და მაჟორიტარი კანდიდატი იყავით. პირველი შემთხვევა, როცა ოცნება მაჟორიტარები წარადგინან, თქვენ ჩაკეტილი სახლიდან იყურებით. ერთი სიტყვით, როგორც ქართული ოცნება მოექცა მაკრახიძეს, ზუსტად ის მიაძახა ჟურნალის ავტომატურად ბატონმა ამ კაცმა. იმიტომ რომ რა ვქნათ. ჟურნალისტებს ვიცავ მე ჩაულებრივად. მინდა გადავიდე ძალიან შემაშფოთებელ და მტკივნეულ თემაზე. სალომე ზურაბიშვილი ნაწყენია ტელევიზიებზე. ზოგადად მთელ ერზეა ნაწყენი. მოდით ნახოთ რა. დავიღალე თქვენი უფრო სწორედ რამოდენიმე ტელევიზიის ბულინგით ჩემს მიმართ. თუ თქვენ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა. თუ არ გესმით ქართული, თქვენი პრობლემაა. ეთყობა, რასაც ლაპარაკობს, ის გონია ქართული და უკვირს, რატო არ გესმის ჩვენ? პრესსამსახურსაც ვერაფერს ვეუბნებით, იმიტომ რომ მაგათაც არ ესმით. გორჯესტანს რო ვკითხოთ, მაგასაც აზრი არ აქვს, იმიტომ რომ გორჯესტანისაც არ გვესმის. და აი ასე ვართ შუა თარგმანში დაკარგულები თვითფასო მეგობრებო. რა ვქნათ, რა უყურთ ამ ქალს? არ მესმის, მე არ ვერ ვხვდები რა უნდა გავაკეთოთ. ისე რა უცნაურია, მე-5 საუკუნის ქართული გავიგეთ. მე-12 საუკუნის ქართულს ჩვეულებრივად გებულობთ და ეს ქალი ისეთი რა ქართულით საუბრობს, რომ მარტო თვითონ რო ესმის. პრინციპში ეს შეიძლება მომავლის ქართული იყოს, ოდნავ რუსული, ოდნავ ფრანგული, თვითფასო მეგობრებო. საინტერესოა. ოდნავ რუსულზე ერთი ინფორმაცია გამახსენდა. მეგობრებო, რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი ოკუპირებული აფხაზეთის კეთილი ნების ელჩი გახდა. ეს ის გავრილოვია, ჩვენთან პარლამენტის თავმჯდომარის სკამში რო იჯდა. მეტი როგორღა უნდა დაგვამციროს ამ რუსეთმა უკვე აღარ ვიცი. თან ისეთი ნაგლები არიან, რომ დიდი შანსია ამ ამბის მაღარიჯი ჩვენთან რესტორანში გადაიხადოს. ახლა ისეთ ქვეყანაში ვართ, რომ ამის დაშვება შესაძლებელია, თვითფასო მეგობრებო, სერიოზულად გეუბნებით, თქო. მეგობრებო, გადავდივართ ძალიან სასიხარულო ინფორმაციაზე. ჩემს წინა გადაცემაში გავაშუქე კავთისხევში ოცნების მიერ დაგებული ბილიკი, რომლის ბოლო უფსკრულით მთავრდებოდა. მოდით გავიხსენოთ ეს ბილიკი. გავიხსენოთ. ტროტუარი, რომლის ბოლოში 9-მია კასპის რაიონის მუნიციპალიტეტმა სოფელ კავთისხევში ხიდზე საფეხმავლო ბილიკი ისე მოაწყო, რომ ადამიანი თუ ყურადღებით არ იქნება, შესაძლოა პირდაპირ ხრამში აღმოჩნდეს. კადრები მთავარ არხს ერთ-ერთმა ადგილობრივმა მოაწოდა. ანუ ესე მოდიხარ ტროტუარზე, მოდიხარ და აი წინ უყურეთ რა. ვერსად ვეღარ გადიხარ. ახლა კი მეგობრებო, ნახოთ რა მოხდა კავთისხევში ჩემი გადაცემის გასვლის შემდეგ. მეორე დღესვე დაიწყო სარეაბილიტაციო სამუშაოები. ნახოთ ეს ვიდეო. ხედავთ? ხანდახან მე თვითონ მეშინია რამხელა გავლენა მაქვს. თვითონ მე თვითონ მეშინია. ასე ნელ-ნელა ნაბიჯი მე თუ ავაშენებ ამ ქვეყანას, თორე ისე პატრონი არ აყავს, ხო ხედავთ უკვე არა? ეს ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტის აშენება გამეწელა ცოტა დროში, თორე სხვა ყველაფერს რა ვიცი, საათებში ვაკეთებ. ასე რომ მეგობრებო, თუ ვინმეს რამე პრობლემა გაქვთ, თუ მილი გასკდა, თუ გზა გადათხარეს და არ აგებენ, მომმართეთ მე, გამომიგზავნეთ ვიდეოები და კპიდებით, რომ თქვენ დაგეხმარებათ ვანო ჯავახიშვილი, ერთი შვილის მამა, 2 თაობის თბილისელი და უბრალოდ კარგი პიროვნება. მოკლედ მე დღეს კავთისხეველების წინაშე ვალმოხდილი ვასრულებ მონოლოგს და გეტყვით, რომ ჩვენ შოუს მუსიკალურად აფორმებს ბენდი გამორჩეული გამოცდილების მქონე ულამაზესი ქალბატონის ზესტაფონური ფესვებითა და კონსერვატორიის დიპლომით საბურთალოელების რძლის სამი შვილის დედის და უბრალოდ არაჩვეულებრივი პიროვნების თამურა ლეკვეიშვილის ხელმძღვანელობით. მეტი როგორ ხდება?